პედაგოგთა სერტიფიცირებისთვის ბოლოდ ერთი გამოცდა საკმარისი აღარ იქნება მასწავლებლების კვალიფიკაციის დასადგენად მათი პრაქტიკული უნარჩვევებით შეფასდება. ამ მიმართულებით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აქტიური მუშაობა დაიწყო სიახლეების დანერგვის პროცესში პედაგოგებთან კონსულტაციებით შედგება. გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებები იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი. პედაგოგების სერტიფიცირებისას მხოლოდ ორ გამოცდას აღარ ჩააბარებენ. მათი პროფესიული შეფასებისას პრაქტიკულ შესაძლებლობებსაც გაითვალისწინებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სერტიფიცირების პროცესში პრაქტიკული კომპონენტის დამატებაზე საუბრობს. მაია მიმინოშვილის თქმით, პედაგოგებს უცხოენის არჩევის საშუალებაც მიეცემათ. სამწუხაროდ მასწავლებლის ბედი, ასე ვთქვათ, სერტიფიკატის გაცემა დამოკიდებულია მხოლოდ გამოცდის შედეგებზე, რაც კატეგორიულად არასწორია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი შეფასების მიღმა დარჩა. მაგალითად ის, თუ როგორია პედაგოგი პრაქტიკაში. პრაქტიკული შედეგების შეფასებას დადებითად აფასებენ პედაგოგებიც. მარტო გამოცდებით ნამდვილად არ უნდა გადაწყდეს იმ ღირსეული პედაგოგების დაფასება, რომლებსაც შეიძლება სერტიფიკატი არ ჰქონდეთ, მაგრამ თავიანთ საქმეს ნამდვილად ღირსეულად აკეთებენ და ასრულებენ. სასიამოვნოა, რომ ამაზე ფიქრობს სამინისტრო ცენტრი და ალბათ ამაჩერებელიც იქნება ზოგადად იყოს უცხოენა პლუს კომპიუტერი და არა მაინც ინგლისური პლუს კომპიუტერი. თბილისის 24 საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია ამბობს, რომ მასწავლებელი იმ შედეგით უნდა შეფასდეს, რომელსაც ის საკლასო ოთახში მუშაობისას აღწევს. თუმცა მიიჩნევს, რომ პედაგოგთა პრაქტიკული შესაძლებლობების კომპეტენტური შეფასება ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. თუ კი ამჟამინდელი სერტიფიცირების პრინციპი შეივსება იმით, რომ რეალურად შეფასდეს არა მარტო ის, რა იცის მასწავლებელმა, ან თავისი საგნის განხრით, ან თქვათ ფსიქოლოგიაში რა იცის, ან თქვათ პედაგოგიკაში რა იცის, აი ამ ცოდნას თუ შეავსებს რეალური შედეგები მისი გარჯისა, ბუნებრივია, რომ მაშინ საზოგადოება უფრო სრულ სურათს მიიღებს. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი სასერტიფიკაციო გამოცდების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. თამარ მოსიაშვილის თქმით, პედაგოგებისთვის მთავარი გამოცდების ჩაბარება გახდა და არა ცვლილებების დანერგვა სწავლების პროცესში. განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა პრაქტიკული უნარების შეფასება ხანგრძლივი პროცესია და მისი სასერტიფიკაციო გამოცდებზე მიბმა არ უნდა მოხდეს. მივესალმები იმ მიდგომას, რომ კარგად იყოს გააზრებული მასწავლებლის პროფესიაში შესვლა და მისი უწყვეტი პროფესიული განვითარება, ხოლო პროფესიული განვითარება აუცილებლად უნდა იყოს მიბმული კარიერულ ზრდასთან. სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებები 2014 წლამდე დაინერგება.